ალბათ დარეჯან, რახან საუბრობთ იმაზე, რომ აი ეს დამხობა იქნება და ხალხი აწევს. ანუ თქვენ აი ახლა ღია ეთერში ამბობთ, რომ არ განმეორდება, თქვათ, მცდელობა ყოველ შემთხვევაში არ გექნებათ, რაც 2003 წელს მოხდა, რომ პარლამენტში შეეცადოთ პარლამენტის შენობაში შესვლას, ან რომელიმე ადმინისტრაციული შენობის დაკავებას. ამერს თქვენ ყველაფერს გამორიცხავთ კატეგორიულად, რომ ეს ასე არ იქნება? იცით რა, გამორიცხვის პრინციპით არ შეიძლება ყველაფერი გამორიცხო. გააჩნია ხელისუფლება რა ქმედებებს მიიღებს. ხელისუფლება არ გადადგება და არ ვიცი. ჩვენ არ გავჩერდებით. არ გაჩერებაში რას გულისხმობთ? რამდენი დღეც მოგვიწევს იქ ყოფნა გავჩერდებით. ეს ხართ აგერ ლატვია. ვაიძულებთ რომ გადადგეს ხელისუფლება. ლატვია ასე ხართ, ხალბატონო. ეს მე ვარ ერთი ადამიანი. აი უცვლელი პროტესტიაო, ყოველდღე ვისმენთ. კი ბატონო, არის უცვლელი პროტესტი. და ეხლა რამოდენიმე 1000 ადამიანი, მილიონი კაცი რო დადგება ხელისუფლება არ წავა? ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას რო წავიდეს. ხო და აი ამას არ არის მისი ადგილი აქ, არ არის, ის არ არის ჩვენი ხელისუფლება. ის არის რუსული მთავრობა, რომელიც არის პუტინის ქვეშემდროები და არ გვინდა ჩვენ საქართველო გვინდა იყოს დამოუკიდებელი, პერსპექტიული, ევროპის ნაწილი ვართ ჩვენ საქართველო და გვინდა ევროპის ოჯახში შესვლა. ამის უფლება არ აქვს ჩვენ თავის დროზე, როდესაც 2003 წელს მოხდა ხელისუფლების შეცვლა. თანამონაწილე ვარ პროცესის, ძალიან კარგად მახსოვს. ხო, ხელისუფლების შეცვლა როცა მოხდა, მაშინ შევალნაძის ხელისუფლება წავიდა და მოვიდა, ხო? ნაციონალური მოძრაობა შემდეგ ხელისუფლებაში, მაშინ საუბრობდა სააკაშვილის შემდეგ, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესი, ანუ პარლამენტში შესვლა, იქ რაც მოხდა იცის თელმა ქვეყანამ და მსოფლიომაც, ანუ ესეთი პროცესის განმეორებას შეეცდებით, რომ პარლამენტში შეხვიდეთ თუ კატეგორიულად გამორიცხავთ აი ამ ეთერიდან, რომ არ შეეცდებით საქართველოს პარლამენტში შესვლას, სახელმწიფო კანცელარიაში შესვლას და ადმინისტრაციულ შენობებში. დღეს შეგიძლიათ ღიად თქვათ, რომ ეს ასე არ მოხდება და მხოლოდ იდგება ხალხი იქ. გააჩნია კიდევ ერთხელ ვამბობ. ხელისუფლება რა გზას აირჩევს? ეს სცენარი შეიძლება ხელისუფლებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ხელისუფლება არ არის ეს, არავინ არ ცნობს ამ ხელისუფლებას. არც ქართველი ხალხი და არც ცივილიზებული სამყარო. სცენარი არის დღის წესრიგში, ანუ პარლამენტში შესვლის სცენარიც არის იმ მშვიდობიანად, როგორც თქვენ ამბობთ. მშვიდობიანად. პარლამენტში იქნება მშვიდობიანად შესვლა? თუ საჭირო იქნა შევალთ. ეს რაზეა? ხელისუფლება არ გადადგება ამდენი 1000 ხალხის მოსვლით და მოთხოვნას არ შეასრულებს იმ შემთხვევაში ყველა შეეცდება, ეს ლიდერები შეეცდებიან, იგივე პაატა ბურჭულაძეც, თქვენ, სხვა ლიდერებიც, რომ ესე თუ არ გადადგება ხელისუფლება, რომ შეხვიდეთ პარლამენტში, ანუ. ასე უნდა ჩავთვალოთ. მე ვფიქრობ, რომ გადადგება ხელისუფლება. თუ არა და ანუ ეს გააქვთ გეგმაში. არის გააჩნია ხელისუფლება რას გააკეთებს, რას მოიმოქმედებს. ხელისუფლება არის ერთ-ერთი პროვოკაციის მომწყობი საერთოდ ყველაფრის და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენ რატო ლაპარაკობთ, რომ იმდენი ხალხი მოვა ხელისუფლება არ გადადგება? თქვენ რატო იცით წინასწარ? მე არ ვიცი, მე თქვენ კითხვას გისვამთ, მე ხელისუფლებასაც დავუსვამ კითხვას ამბობ, რომ ის იძულებული გახდება, რომ გადადგეს. თუ უნდა რომ მშვიდობიანად წავიდეს, თუ უნდა ბიძინა ივანიშვილს რომ ნორმალური ცხოვრება გააგრძელოს ამ ქვეყანაში, ცოტა მოეგოს აზრს და ფულზე ფიქს თავი დაანებოს და იფიქროს ამ ქვეყანაზე და გადადგეს. უთხრას თავის მონებს რომ გადადგეს.